თბილისის 163 საჯარო სკოლაში დღეს ღონისძიება გაიმართა. შემოქმედებითი საღამო უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ხსოვნას მიეძღვნა. ილია მეორის ცხოვრების გზა ამ სახელწოდების ღონისძიებაში თბილისის 163 სკოლის ღირებულებითი განათლების კლუბის წევრები მონაწილეობდნენ. დამსწრე საზოგადოების წინაშე წარდგნენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძართან არსებული სამრევლო სკოლის ანსამბლ ფანდური საქართველოს აღსაზრდელები. სკოლის მოსწავლეებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ცხოვრებაზე, მოღვაწეობასა და მის უდიდეს ღვაწლზე ისაუბრეს. ღონისძიებაზე საგალობლები და სხვადასხვა მუსიკალური ნომერი შესრულდა. აქ შეკრებილებს სიტყვით მიმართა თბილისის 163 საჯარო სკოლის ღირებულებითი განათლების კლუბის ხელმძღვანელმა დეკანოზმა თომა ცეცხლაძემ. სასულიერო პირმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ღვაწლსა და სკოლებში ღირებულებითი განათლების კლუბების დაარსების მნიშვნელობაზე ისაუბრა. საღამოს ესწრებოდნენ პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები. დღევანდელი ღონისძიება ღირებულებითი განათლების კლუბის ორგანიზებით გაიმართა. მადლობა უფალს ყველაფრისთვის, დღევანდელმა დღემ საკმაოდ წარმატებით ჩაიარა. ბევრი ემოცია მივიღეთ. გავიხსენეთ ჩვენი წმინდა პატრიარქი ილია მეორე და ვთხოვეთ ჩვენს უწმინდესობას, რომ მისი კურთხევით ჩვენიერი, ბედნიერი და გახარებული ყოფილიყო. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მისი უწმინდესობის მთელი ცხოვრების ბავშვობიდან გარდაცვალებამდე ეტაპები და შესაბამისად თითოეულ ეტაპზე კონკრეტული ისტორია გავიხსენეთ და ამონარიდები მოამზადეს ბავშვებმა მისი ცხოვრებიდან. მადლობა უფალს ღირებულებითი განათლების კლუბის ფარგლებში ჩვენმა სკოლამ საკმაოდ დიდი შრომა გასწია 2025-2026 სასწავლო წელს. რამოდენიმე ღონისძიება შესრულდა. დღეს დასკვნითი ღონისძიების სახით უწმინდესის განვლილი გზის აღსანიშნავი ღონისძიება ჩატარდა. ჩვენი უწმინდესი ილია მეორე ხშირად ამბობდა: "ჰოიშენა მწუხარებავ, რადგან ხარ დასაბამისი ხარულისაო." და ეს დღევანდელ რეალობაშიც ასია ჩემო ძვირფასებო. უწმინდესი გარდაიცვალა და საკათალიკოსო ტახტზე დაბრძანდა ჩვენი ახალი პატრიარქი, უწმინდესი შიო მესამე, რომლის კურთხევითაც ჩვენი ღირებულებითი განათლების კლუბი განაგრძობს საქმიანობას. მომდევნო წელს გეგმავთ კიდევ უფრო ბევრი ღონისძიება, კიდევ უფრო მეტი პოზიტიური ამბავი და კიდევ უფრო მეტი სიყვარული და სითბო გავავრცელოთ ჩვენ სკოლაში და იმ საზოგადოებაში, რომელთანაც შეხება გვაქვს. პირდაპირ უნდა ვთქვა ერთი რამ. მის დროზე, როდესაც უწმინდესი შიო მესამე პატრიარქის მოსაყდრე იყო, ღირებულებათა განათლების კლუბების პროექტი მისი პირადი მხარდაჭერით და პატრონაჟით განხორციელდა. და მე მადლობა მინდა უთხრა უწმინდეს შიო მესამეს, რომ ამხელა შრომა, ამხელა ენერგია ჩადო ამ პროექტის განხორციელებაში და დღეს აი ამ ჩადებული შრომის ნაყოფს ვიმკით ყველანი და მადლობა მის უწმინდესობას შიო მესამეს იმ კურთხევებისთვის, იმ მხარდაჭერისთვის, იმ გაწეული ღვაწლისათვის, რომლის ნაყოფებსაც უკვე ვიმკით. მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელსაც კიდევ უფრო მეტი პოზიტივით, კიდევ უფრო მეტი სითბოთი და კიდევ უფრო მეტი მადლიანი პროექტებით გავამდიდრებთ ჩვენს 163 სკოლას და იმ უბანს, რომელსაც ვაზის უბანს ვეძახით, რადგანაც ეს სკოლა ამ უბანშია განთავსებული. მადლობა ყველას, ვინც ღირებულებითი განათლების კლუბის შექმნაში მიიღო მონაწილეობა, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, მასწავლებელთა სახლს და თითოეულ იმ პიროვნებას, ვინც ჩვენ ამ პროექტში გვერდში გვედგა და მხარს გვიჭერდა. დღევანდელ სამყაროში როდესაც ახალგაზრდებს ხშირად უჭირთ სწორი გზის პოვნა, აი ეს კლუბი არის ერთგვარი სინათლის კერა, სადაც ახალგაზრდები, ჩვენი ბავშვები სწავლობენ ყველაფერს იმას, რაც ჭეშმარიტად ფასძენს ადამიანს. ეს არის სიკეთე, სიყვარული, რწმენა, სამშობლოს ერთგულება. აი ამ კლუბის ფარგლებში ჩვენ ხშირად ვიხსენებთ ილია მეორეს, ჩვენს სულიერ მოძღვარს, ჩვენს პატრიარქს და ჩვენმა ბავშვებმა უკვე იციან, რომ მისი რწმენა, მისი მამობრივი მზრუნველობა, მისი სიყვარული მრავალი თაობისთვის გახდა სულიერი სიმტკიცის წყარო. ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანი იყო თითოეული ჩვენგანისთვის. ძალიან ბევრს ვფიქრობდით, მუშაობდით და გვინდოდა რომ ისეთი ყოფილიყო, როგორიც მას შეესაბამებოდა. მოცემულ ღონისძიებაზე მუშაობის პროცესი
ძალიან საინტერესო იყო. ღირებულებათა კლუბის მოსწავლეები ცდილობდნენ რომ მთელი სული და გული ჩაედოთ და ვფიქრობ რომ ჩვენ შევძელით რომ ამ ღონისძიებით უწმინდესი და უნეტარესისთვის შესაბამისი პატივი მიგვეგო და ამ ღონისძიების მთავარი მიზანი ის იყო რომ მისი 8 წელი გაგვეხსენებინა ჩვენი სულიერი მამის და გამოგვეხატა ჩვენი სიყვარული მის მიმართ. ჩემთვის ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სახლში და სკოლაში ყველა ვცდილობდით, რომ ბევრჯერ გვერეპეტიცია და ეს დღე ყოფილიყო მნიშვნელოვანი. ყველა ძალიან მონდომებულები ვიყავით. 1-2 კვირის განმავლობაში ვემზადებოდით და ტექსტს ვიმახსოვრებდით და ვიზეპირებდით. ღირებულებითი განათლების კლუბი არის ადგილი, სადაც ვიღებთ ცოდნას, რომელიც შემდგომ ეხმარება რეალურ ცხოვრებაში გადაწყვეტილებების მიღებაში.